მოგესალმებით, ეთერშია მუსიკალურ გასართობი საინფორმაციო აუდიო ვიზუალურ შემეცნებით, შემოქმედებით, საზოგადოებრივ პოლიტიკურ, თავისუფალ სუვერენულ, ეროვნულ ექსპერიმენტალურ ტელეკომპანია პასიანსი დემოკრატიულ საწმისებზე. ეს კომპანიაში გამოცხადებული რეკავმენტ და რეკავმენტ ტელეფონები. სხვადასხვა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. ბევრი მიესალმება ჩვენს გამოჩენას, ბევრი ეწინააღმდეგება, მაგრამ მიუხედავად აი ამ წინააღმდეგობისა, ჩვენ მაინც ეთერში ვართ. როგორ იმუშავებს ახალი ტელეკომპანია? Only ახალი სიახლე შეიცავს და ჩვენს ვეცდებით სიახლე შემოიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში. გადაცემები უმეტესად სერიოზულ მომხიბებელ თემებზე იქნება, ვინაიდან ქართობა დღეს ზედმეტ ფუფუნებას გვეჩვენება. შევეცდებით რაც შეიძლება ბევრი აღმაშფოთებელი და დამწყნავი რეპორტაჟები შემოგთავაზოთ. და აი, პირველი რეპორტაჟის ცხელი წერტილიდან. ცხელა დიახ, ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია დღეს საქართველოში. სპეციალურად მუსიკალურ გასართობის საინფორმაციო აუდიო-ვიზუალურ შემეცნებით შემოქმედებითი საზოგადოებრივ პოლიტიკურ თავისუფალ სუვერენულ ექსპერიმენტალურ ტელეკომპანიისათვის დემოკრატიულ საწყისებზე. თბილისი 14 საათი 30 წუთი. დიახ, ცხელ წერტილებს რა გამოლებს დღეს საქართველოში? ჩვენ შემდეგ გადაცემაში შემოგთავაზებთ რეპორტაჟს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის ღომელიდან. ეხლა კი შეგახსენებთ, რომ ეთერშია პასიანსი დემოკრატიულ საწმისებზე. შეგახსენებთ, რომ ეთერშია ტელეკომპანია პასიანსი. ჩვენთან გამოწყობილ რეკავმენტ ტელემაყურებლები იმის თაობაზე, რომ გადაცემაში ადგილი დაეთმოს ალტერნატიულ ასოციაციას. ვიფიქრებთ რა თქვენს მოთხოვნას შემოვიღეთ რუბრიკა ალტერნატიული წუთი და ეხლა დავაწყოთ. ტელემაყურებელ გადაცემის შემდეგ ეთერში გავა ალტერნატიული საათი. მაშასე შეგახსენებთ ჩვენს მისამართს თბილისი. ეხლა კი გავაგრძელებთ გადაცემას. ვაგრძელებთ გადაცემას და შეგახსენებთ, რომ ჩვენი ტელეკომპანიის ოფიციალური სპონსორია იტალიური ფირმა Ferrari Corporation. აგრეთვე გასაგებთ, რომ პასიანსიელის თქვენს რეკლამა. A voi Iomo più e più mini pasto, yogurt magro, croccanti cereali e frutta a pezzi. Buonissimo, leggero, senza aromatizzanti e conservanti. Un piccolo pasto equilibrato per essere sazi senza diventare gonfi come palloni. Da Iomo più e più mini pasto, piccolo pasto, grande soddisfazione. Oggi anche con il muesli. ხმათ პატრიციელო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით თუ რა დაძაბული პოლიტიკური ვითარება დღეს საქართველოში და არა მარტო საქართველოში. როგორც მოგესალმებით, ჩვენს ქვეყანაში შექმნილია მრავალი პოლიტიკური პარტია, რომელთაც გააჩნიათ ერთმანეთისაგან განსხვავებული პოლიტიკური თუ ეკონომიური პლატფორმა. ბუნებრივია ის ინტერესით, რასაც საქართველოს მოსახლეობა ინჩენს მათ მიმართ. და ამასთან დაკავშირებით დღეს სტუდიაში გვესწრნენ ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლები. დიახ, გაგაცნობთ საქართველოს ეროვნული შეურიგებლობის რადიკალური პარტიის სპიკერს ბატონ მარლენ ჩაჩანიძეს და ამავე პარტიის პრეს-ცენტრის მდივანს ბატონ დაზმირ კაკაბაძეს. ბატონ მარლენ, დაზმირ, მოგესალმებით თუ რა მძიმე პოლიტიკური ვითარება დღეს საქართველოში. თუ რამდენი ალტერნატიული აზრით რეალებს აი
დღევანდელი პლურალიზმის ეპოქაში, აი ჩვენს გარშემო. მე ვიცი რომ აი თქვენს ახლად შექმნილ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს აბსოლუტურად რადიკალური განსხვავებული პოლიტიკური ეკონომიკური პროგრამა და ვიმედოვნებ რომ მომავალ არჩევნებზე თქვენს პლატფორმას მრავალი ამომრჩეველი დაუჭერს მხარს. დიდი მადლობა მოგზაურობისათვის, გმადლობთ ყურადღებისათვის. Not everyone in New York with Pacey and Lloyd Webber. His trousers fall down as he bows to the Queen and the crown. I don't know what tune that the orchestra played, but it went rounded, sickly, sentimental. Can I have another piece of chocolate cake? Damn it, bacon's got a lot on her plate. Can I buy another cheap Picasso fake? Andy Warhol must be laughing in his grave. The band of the night takes you to ethereal heights over dinner. And you wander the streets, never reaching the heights that you seek. And the sugar that drip from the violins both make the children go crazy. The hole in the tooth of a hive. Can I have another piece of chocolate cake? Damn it, bacon must be losing her faith. Yeah, can I buy another cheap Picasso fake? Andy Warhol must be laughing in his grave. The dogs on the road, we're all tempted fate. Cars shooting by with no number plates. Here comes Mrs. Harry Lane. ტელემაყურებლებო, სანამ შემდეგ რეპორტაჟს შემოვთავაზებთ, თოთ ყურადღებით მოისმინოთ რამდენიმე განცხადება. რედაქციაში ჯგუფურად რეკავენ მოქალაქეები და იწყებიან რომ თბილისის ბევრ რაიონში არ არის ელექტროენერგია და თხოვენ მივიღოთ ზომები. ჩვენმა ტელეკომპანიამ მიიღო ზომები. აი, ხელასთან გვაწყობილი მე რომ შენობის ზომებია 25 მეტრის სიგრძეში, 10 სიმაღლეში, 10 სიგანეში, -10 ნოროსში. ესე იგი სულ 2500 კუბური მეტრი. ახლა კი მათ საყურადღებოდ ვის უშუალოდ რეკავს თელაში. ვათხოვინებთ რომ იქ არავინ არ იჯობს ბურმის. ჩაეწერეთ თელასის მორგის სახლის ტელეფონის ნომერი 36 87 45 იკითხეთ გურამი. ახლა მივიღეთ ინფორმაცია და თბილისის მერიდან გვაწყობინებენ რომ 1992 წლის მარტიდან 1993 წლის მარტამდე ელექტროენერგიის, გაზისა და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყება თბილისის ვაკის, საბურთალოს, მანისის, ჩუღურეთის, გდანის, ისნის, თემკის, დაზონის, ორთაჭალის, ალჭალის, ავლაბრის, დიღომის, დიდი დიღომის, სოფელ დიღომის და მდინარე დიღმელას მიმდებარე ტერიტორიებსაც. ვისისას წინასწარ გიხდით ბოდიში. Il tuo piatto, papà? Vieni, papino. Non sei ancora arrabbiato? Ha ragione papà. No, ha ragione mamma. Papà, no, ma è pronto a tavola. Ma dove vai? A dormire. Buonanotte. E io che t'avevo fatto? La crème caramel! Di che marca? Cameo. Crème caramel Cameo. L'unica che mette tutti d'accordo. Crème caramel Cameo. ახლა კი სადღეისო რეპორტაჟი მოგესალმებით რა დაძაბული ეკონომიურ-სოციალური ვითარება დღეს საქართველოში. უჩის 1,5 მილიონი თბილისს.
უჭირს საქართველოს. კრემლი ადგება წინაპრებს. აღარც გველექსება, აღარც გველღერება. ვინაიდან საჭიროების შავი ღრუბელი დასდო საქართველოს. არის წუთი სოფელი, სულ უფრო და უფრო ვინდება, რაც პრობებს დაუკრებია, სიყვარულს უშენებია, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში. მაგრამ იმედია ვერაფერი დაგვიდგება წინ, თუ კი ერთად ვიდგებით, უკეთესად ავიცნოთ ერთმანეთი ხელი, ჩავხედოთ ერთმანეთს და ამასთან დაკავშირებით გაგაცნობთ რამოდენიმე ჭეშმარიტ მოქალაქეს. გაგვეცანით თუ შეიძლება. გარი აგაბაბოვი, დათო ხაჭაპურიძე, აბესალო რობაკიძე. ჟანშურმო მურმან აფხაზავა. ნინო. აზარ გიორგიძე შველიძე. ფიზკულტურის ინსტიტუტიდან დამთავრებული. სპეციალურად მუსიკალურ გასართობის საინფორმაციო აუდიო ვიზუალურ შემეცნებით შემოქმედებით საზოგადოებრივ პოლიტიკურ თავისუფალ სუვერენულ ეროვნულ ექსპერიმენტალურ ტელეკომპანიისთვის დემოკრატიულ საწყისებზე თბილისი 14 საათი და 30 წუთი. მართლაც და რა ამახელებელი სიუჟეტი გამოვიდა. როგორც იწვია მიეცით მიჩნდა გზა ფართო. აქ მინდა დავამატო რომ თბილისის მოსახლეობის არჩევნილ ნაწილს შემდეგ გადაცემებში გაგაცნობთ მხოლოდ რაც შეეხება დედაქალაქის სტუმრებს ეს უკვე ალბათ საათი გადაცემის თემა.